გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ სტარტის მნიშვნელობაზე მკლავჭიდში. სტარტის მნიშვნელობა მკლავჭიდში, ანუ როგორ ვიწყებთ მატჩს, როგორი დასაწყისი გვაქვს, სისწრაფე როგორი გვაქვს, რაში გვეხმარება ეს და ასე შემდეგ. ზოგადად მკლავჭიდი არ არის ხანგრძლივი სპორტი, დაწყებიდან დასრულებამდე შეიძლება იყოს წამის მეათედებიც კი. და აი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტარტი. ანუ დასაწყისი როგორ ვიწყებთ. სტარტის დახვეწის სხვადასხვა მეთოდები შეიძლება არსებობდეს, ანუ შეიძლება არსებობს. სისწრაფეს განაპირობებს ჩვენი რეფლექსები და მათი დამუშავების დონე. შეგვიძლია არასწრაფებიც გავხდეთ შედარებით სწრაფები და რა თქმა უნდა სწრაფებიც კიდევ უფრო სწრაფები. სტარტს აქვს დადებითი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეც. რადგან შეიძლება სტარტზე ხელი სტარტზე მწეველმა, რომელმაც დაიწყოს მატჩი ძალიან სწრაფად, მოწინააღმდეგის მხრიდან ძალიან დიდი ძალის დახვედრის შემთხვევაში დათმოს თავისი პოზიცია. იმიტომ რომ სტარტი ეფუძნება დარტყმას, ანუ მთელი დარტყმის ძალა არის აქ და ვიღაცამ თუ შეგვაჩერა, შესაძლოა ჩვენი პოზიცია დავთმოთ. თუმცა ამის დამიუხედავად სწორი სტარტი ყოველთვის დიდ უპირატესობას ანიჭებს ამა თუ იმ ადამიანს. როგორ შეიძლება სტარტის შედარებით გასწრაფება და როგორ მომზადოთ შეჯიბრისთვის სტარტი. შეჯიბრისთვის სტარტის მომზადება იწყება შეჯიბრამდე რამოდენიმე კვირით ადრე, დაახლოებით 1 თვით ადრე და კეთდება მაგიდაზე მოძრაობები. ეს მოძრაობა რა თქმა უნდა თუ იქნება ტრენინგ პარტნიორთან ერთად გაკეთებული, უკეთესია, თუმცა შეიძლება მოძრაობა მარტოც გაკეთდეს. და ამ მოძრაობაში ასევე შეიძლება დაგვეხმაროს რეზინი, ჯგუტი, სავარჯიშო, რომელითაც ჩვენ გავაკეთებთ სტარტის მოძრაობებს და ამ რეზინის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობა კიდევ უფრო სწრაფი იქნება, ამიტომ ერთ-ერთი კარგი საშუალება არის რეზინი, ანუ რეზინით ვარჯიში. სტარტის სისწრაფეს ასევე სირბილებიც განაპირობებს ჩვენი კარდიო ვარჯიშები. კარდიო ვარჯიშებმა აჩქარებებით შესაძლოა ჩვენი სტარტი საგრძნობლად გაგვიძლიეროს და გავხადოს უფრო მეტად სწრაფები. სტარტის კეთებას ვიწყებთ, მოძრაობის კეთებას შეჯიბრამდე დაახლოებით 1 თვით ადრე აჩქარებებს და შეჯიბრისთვის ჩვენი რეფლექსი უკვე მიჩვეულია აი ამ მოძრაობას, მზად ვართ რომ ready go-ზე ვიყოთ ორიენტირებული. ასევე სტარტისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვათ ადამიანმა, ტრენინგ პარტნიორმა გვიკარნახოს, გითხრას აი ეს სიტყვები, მოემზადეთ წავიდა ready go. რადგან ყველა მსაჯი იწყებს შეჯიბრს აი ამ ready go-თი და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ ამ ყველაფერს. სტარტზე, ანუ ვინც ცდილობს რომ იყოს სწრაფი და იყოს სტარტზე მწეველი, ძალიან ხშირად იყიდებს false start-ებს. False start-ი ნიშნავს როცა იწყებ მატჩს go-მდე, ანუ go-ს თქმამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ready go გაგვიჯდეს ჩვენი დონეზე, რომ false start-ებით არ წავაგოთ. აი false start-ებით არ წავაგოთ, ბრძოლა რაც იქნება ძალიან გულდასაწყვეტი.